მისი გამომეტყველებით მიხვდი, რომ რაღაცა სერიოზული იყო? აი ყველაზე რთული იყო ის, რომ ძალიან ტრაგიკული დაავადება იყო ეს მივხვდი იმ წუთიდანვე. იმიტომ რომ ეს 18-20 წელი არ იყო ის, რომ აი ამასაკამდე მიხვალ ბედნიერად და უცებ საფრთხე იქნება. ეს არის აი ტანჯვის წლები. თან აი რაღაცა ზოგჯერ მინდოდა ხოლმე რომ აი სადღაც გავუკრე, რომ არ ვხედავდი, არ გრძნობდი, არ მესმოდეს ეს ყველაფერი და აი ოცნებობ იმაზე, რომ აღარ იყო საერთოდ. ეს იყო თითქოს განაჩენი, რომელიც უკვე წინასწარ იყო შემუშავებული. ამ შიშთან ერთად უკვე ცხოვრებას სწავლობ, რომ სხვა გზა არც არის რეალურად, ეხლა რაც უნდა იყვირო. მარტო საზოგადოებისგან ვიხსენით ჩვენ მხარდაჭერა რეალურად, იმიტომ რომ სახელმწიფომ გაგვწირა. შიში იყო ის, რომ დრო იწურებოდა შეშულთან ყოფნა. თითოეული წუთი და წამი გახდა შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. 10 წლის ზემოთ უკვე რისკი არის, რომ ეტოს მიეჯაჭვება ბავშვი. და არც ისე შორს არის ეს წლები, იმდენად მალე გადის დრო, რომ აი უახლოვდები და უახლოვდები ამ ყველაფერს და აი დაბადების დღეს რომელიც აი ძალიან გვიხაროდა, რომ აი მაგას ყველა მშობელი ამბობს, კი. უკვე დაბადების დღის აღნიშვნა აღარ გიხარი. დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვან, აქტუალურ და ემოციურ თემაზე ვისაუბრებთ ჩემს გადაცემაში. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ბოლო თითქმის 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო კანცელარიასთან მშობლები 24 საათიან რეჟიმში მართავდნენ აქციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებზე მაქვს საუბარი და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ახლა ვწერ ამ გადაცემას, როდესაც უკვე ბავშვებმა გაიმარჯვეს, მშობლები ითხოვდნენ ერთადერთ წამალს საკუთარი შვილებისთვის, რომელიც მათი სიცოცხლისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა, ამ ყველაფრის უკან დგანან რეალური ადამიანები, რეალური პრობლემებით და დრო კი მათთვის უმნიშვნელოვანესია. თეო მანაგაძე არის უსაყვარლესი ანდრიას დედიკო, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტის დედიკო, ჩემი სტუმარი და თეო ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში გილოცავთ, როგორ ხარ? აი ამ ყველაფრის მერე ეს პირველი ემოციები შენი როგორი არის? სულ რამდენიმე დღეა რაც გადაწყდა, რომ ბავშვები მიიღებენ იმას, რასაც თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ითხოვდით. მოგესალმებით, მადლობა თქვენ. ამ შესაძლებლობისთვის ეს დღეები კიდე რაღაცა არ გჯერა, რომ ეს დღე დადგა იმდენად ემოციური დღეები იყო, რომ აი აღარ მქონდა უკვე აი ამ სიხარულის განცდის საშუალება თითქოს და აი ნელ-ნელა უკვე ხვდებით, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი ბავშვების უკეთესი მომავლისთვის რეალური შესაძლებლობა გამოჩნდა და აი ეს 46 დღე, რომელიც ჩვენ გავატარეთ ღიაცის ქვეშ 24 საათიან რეჟიმში, დასრულდა იმ შედეგით, რაც ჩვენთვის იყო ძალიან აი უკვე ბოლოს იმდენად გადაღლილები ვიყავით, რომ ეს დღე აღარ გვეუბნა, რომ ოდესმე დადგებოდა. მოხარულები ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ეს სიხარული კარგად არ გვაქვს, აი ვერ შევიგრძენით კარგად, იმიტომ რომ იმდენად დიდი ტანჯვის შედეგად დადგა ეს დღე, რომ აი ამის ადაპტაციისთვის ცოტა დრო გჭირდება მშობლებს. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. შენი ამბის მოყოლა, როდის გაიგე პირველად ამ დიაგნოზის შესახებ და როგორი იყო შენი პირველი რეაქცია, როდესაც აი ამ ფაქტის და მოცემულობის წინაშე აღმოჩნდი? ანდრია 4 წლის იყო, როცა ექიმთან ვიზიტი ჰქონდა, აბსოლუტურად სხვა მიზეზით, რეალურად. ორთოპედთან მოგვიწია მისვლა და ორთოპედს არ მოეწონა რაღაცა ის წვივის მოყვანილობა, რომელიც აი პირველი ნიშანი არის ამ დიაგნოზთან ეჭვი როცა ჩნდება. მანამდე არაფერი საერთოდ. მანამდე არა, ფიზიკურად ეხლა არაფერი არ ეტყობოდა, აი ძველ ვიდეოებსაც უყურებ ხოლმე, რომ აი რამე ხარ გამომეპარა, ეს განცდა მქონდა ხოლმე ჩემ თავთან, რომ რაღაც სათანადო ყურადღება იქნებ ვერ დავუთმე და არ ვაკვირდებოდი. მაგრამ ესე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აი ესე გამოხატული ნიშნები არ იყო ნამდვილად.
და ნუ ორთოპედის ჩარევის შემდეგ მივედით ნევროლოგთან და აი აქედან დაიწყო ის რაღაცა ძიმე ნიშნები, აი ვარტობეთ. ერთი წუთით რაღაცა ჩაუვარდა. კიდე ჩაგივარდა მეცა. და ორთოპედმა გადაწყვიტა რომ ნევროლოგის ჩართულობა დაგჭირდებოდა ამ პროცესებში. და აი ოთახი რო დავტოვეთ უკვე აი დამეწყო ეს რაღაცა დედის ინსტინქტი. მაგრამ ნუ ახლა ესეთი რეალური არ იყო, მაგრამ აი რაღაცა ცუდი აურა ვიქცენი, რომ აი რაღაცა დედური ინსტინქტი ხდება. შემდეგ უკვე ნუ შევედით აი ამ ექიმთან, ნევროლოგთან. და ნუ მთხოვა რომ ტანსაცმელი უნდა გამიხატა ანდრიასთვის, რომ სწორად შეეფასებია ეგ სიარული შეეფასებია. და ნუ გავხადე ტანსაცმელი და რაღაც დერეფანებით იყო და გამოიარა მაგ ნაწილზე და ნუ რო გამოიარა ეპიბადე ეკეთა როგორ მახსოვს ამ ექიმს და აი მის სიტყვები იმდენად ისეთი იყო აი შიშნარევი რომ აი რაღაცა უკვე ვიგზენი რომ რაღაცა მისი გამომეტყოლებით მიხვდი რომ რაღაცა სერიოზული იყო. თითქოს აი მისმა თვალებმა ყველაფერი მითხრა აი ამ მიუხედავად რომ აი ხარც დიაგნოზი ქონდა ნათქვამი ვერც მიხვდი საერთოდ რასთან ქონდა საქმე რომ ცეთქვა ვერც მიხვდებოდი ალბათ ვერც მიხვდებოდი იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი ცნობადი დიაგნოზი რაც შეიძლება მცოდნოდა და მისი მიმდინარეობაც ყოფილიყო ჩემთვის ნაცნობი და ნუ რაღაცა ისეთი შეშინებული თანაგრძნობით სავსე თვალები ვიბრძენი მისგან მარტო იყავი ეგ მარტო ვიყავი კი იმიტომ რომ მიზანი ამ ვიზიტის იყო ის რომ რაღაცა სუპინატორი დაგვემზადებინა ანდრიასთვის და გამოვედით აი ძალიან ტრაგიკული დიაგნოზით. იქვე იმ დროსვე გითხრა უკვე რომ ეს არის იცით როგორ იყო აი რომ უკვე კითხვები დაიწყო ჩამიწერა რომ აი კვლევები გულის კვლევა და რაღაცა ცოტა ისეთ შემაშინებელი კვლევები ეწერა და აი ვერც ხვდებოდი აი რა საჭირო იყო ბავშვი დარბის დახტის აზროვნებს ლაპარაკობს აი ესეთი საჭიროებები რო ჩაიწერა მანდ უკვე მივხვდი რომ რაღაცა ძალიან ცუდა მქონდა საქმე. და მე როდესაც უკვე გაჟღერდა ეს დიაგნოზი, მე ალბათ უკვე მე დაიწყე მოძიება ამ ყველაფრის. რომ სანამ გამოვიდოდით, ვთხოვე რომ სახელი ეთქვა ჩემთვის, მაგრამ ძალიან იკავებდა თავს, რადგან უკვე ეს გენეტიკურად არ იყო დადასტურებული და მისი მოსაზრება იყო, მაგრამ საკმაოდ მყარი მოსაზრება იყო, მე უკვე მეტად გავაცნობიერე, იმიტომ რომ ის ნიშნები რა ნიშნებით მარტივად ამოსაცნობია ეს დიაგნოზი და არ არის გრძელვადიანი კვლევები ამისთვის საჭირო. ეს მანერა სიარულის ის წვივის სხვა განსხვავებული ფორმა გვაძლევს ეჭვის საშუალებას როგორც მინიმუმ. ამის შემჩნევა შესაძლებელია კიდევ უფრო ადრე მოხდეს ბავშვისთვის? დაახლოებით სტატისტიკურად 3-4 წელი არის, რაც უფრო მეტად ნიშნებს რომ ამას 60 წლამდე ვერაფერს არ არის წვივის 60 წლამდე არ არის ესეთი მკაფიო. ეხლაც არ ქონდა მკაფიო, მაგრამ ის თვალი, ეხლა მათი თვალი კიდევ უფრო სხვანაირად აფასებს და ხედავს გამოცდილება როცა არის. მერე უკვე რომ აი ეს კვლევები დამიწერა, ერთ-ერთ გენეტიკურ დაავადებაზე მაქვს ეჭვი მითხრა და ნუ არ მოვეშვი რაღაც სახელი ეჭვის რომ გაქვს არაუშავს სახელი მაინც მინდა რომ ვიცოდეთ, ხო? და ნუ რომ მითხრა ის დიუშენი, ეხლა ვერაფერი ვერ მითხრა ამ სახელმა. ჩავიწერე ტელეფონში უცებ და ინსტინქტურად დავაჭირე ძიებას. ნუ ამასობაში ანდრიას ხელში მყავს და აი კართან რო უკვე გავდიოდი, დაჭერილი მქონდა, უბრალოდ ჩავხედე, ძალიან ნუ ეტლის სურათი, ძალიან სიმძიმე ამ ყველაფრის. ძალიან ის რთულესი იყო და ყველაზე მეტად რთული რაც ესე ხა მახსენდება იყო ის რომ პირდაპირ ეწერა რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 18-20 წელი. სართული. რომ გამოვედი უკვე ამ დიაგნოზით არც მახსოვს აი ხარ ვიხსენებ როგორ მივედი სახლში ვერ ვიხსენებ. და ეს ღამე იყო აი სულ ტელეფონში სულ ძიება რა არის როგორ მიმდინარეობა აქვს და აი უკვე შენ თავს უსწორებ თვალს იმ რეალობას რომ შესაძლებელია ძალიან დიდი პროცენტით რომ ეს დაავადება იყოს რაც ეს ეჭვი ქონდა ექიმს. აი ყველაზე რთული იყო ის რომ ძალიან ტრაგიკული დაავადება იყო ეს მივხვდი იმ წუთიდანვე.
იმიტომ რომ ეს 18-20 წელი არ იყო ის რომ აი ამასაკამდე მიხვალ ბედნიერად და უცებ საფრთხე იქნება. ეს არის აი ტანჯვის წლები. ბავშვთან მიმართებაში მე რაღაცა დათრგუნვა შენი არ გადადიოდა ამაზე, იმიტომ რომ მას მე 2 წელი გავიდა, შენი ემოცია ისევ ისეთი მძაფრია და ესეთიც იქნება დარწმუნებული. დასაწყისია ყველაზე მძიმე, აი ხო, პირველი პერიოდი გრძნობ რომ აი ეს უნდა გადალახო. აი როგორ შეძლო ხარ დაჭერა ვერ გაძლევს ძალას ამ დროს და ეს დღეები აი ისე ღამდება თენდება ვერც გრძნობ. აი რაღაცა და არ ხარ აქ ამ სამყაროში თითქოს აღარ ეკუთვნი. თან აი რაღაცა ზოგჯერ მინდოდა ხოლმე რომ აი სადღაც გავკრე რომ არ ვხედავდი არ გრძნობდი არ მესმოდეს ეს ყველაფერი და აი ოცნებობ იმაზე რომ აღარ იყო საერთოდ. ძალიან რთული იყო, მაგრამ აი ამ პერიოდში ჩემი მეგობრიც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან ცდილობდა რომ გადაგველახა და ეს მოცემულობა მიგვეხო. და ეს ერთი შვილი ყავს ჯერჯერობით. მარტო ანდრია ყავს. ბრძოლის შინი რამ გაგიჩინა და რამდენ ხანში მოვიდა ეს? აი ბრძოლის შინ დაახლოებით 2 თვე იყო, აი ესეთი სასოწარკვეთა გამოგლოვება ამ პროცესის და ყველაზე რთული რა არის რომ მან თითქოს არ აცნობია ჩემ თავს კიდევ უფრო მეტად ტანჯავი ფიქრით რომ აი ყველა რას სცენარი მქონდა წარმოდგენილი ჩემ თავთან და ეს სცენარი იყო რომ აი ჯერ ანდრია ესე ამერე ეტლი მე სასუდგა აი ეს რეალობა ჯერ არ იყო მაგრამ აი ჩემ თავში უკვე ეს სცენარი აწყობილი მქონდა და აი ამ სცენარით სრულიად ვინგრეოდით ყველა დანებების მომენტი გქონდა? რომ არაფერს აზრი არ აქვს? დასაწყისში მქონდა კი. აი ვიფიქრე რომ აი ტყურისთვის უნდა ვიბრძოლო. ეს ხომ აი რაღაცა ეს იყო თითქოს განაჩენი, რომელიც უკვე წინასწარ იყო შემუშავებული. მართლა ყველაფერი რო აზრს კარგავს და ანუ ზუსტად რაღაცები მეტად უფრო გადააფასე, ხო მერე? კი, აი ნუ პირველი 2 თვე რაც ყველაზე ესეთი მწვავე იყო, ნუ კომუნიკაცია ბავშვთანაც არ შემეძლო, იმიტომ რომ აი ვერ ვუყურებდი თვალებში. აი მეგონა რომ რაღაცას ვატყუებდი, აი თითქოს თავსაც იდანაშაულებ აქ, რომ აი შენ გამომხდა ეს ყველაფერი. თან აი რო უხარო და ბედნიერი იყო, აი გული გიჩუქდა. ხო, ძალიან ჩუქდებდა, იმიტომ რომ მახვარი ცოდა ეს ყველაფერი და თან იმაზე ვხელავდი რომ გრძნობდი რომ რაღაცას ვუმალავდი მას. მაგრამ ძალიან პატარა იყო საიმისოდ რომ რაღაცა გეტყვა. ხო და თან აი რომ ვუყურებდი აი ეს გელის დედიკონეტა ეს შენ თავთან. ხო ეს მომენტი მქონდა ხოლმე. თან მე სხვა მშობლებსაც ხომ ხედავ რომ აი უყურებ და ხედავ რომ ეს მშობელი ისე ვიცი ისე ბედნიერია და უკვე ჩემთვის აღარ მივეცი მის უფლება. რომ მიყავი რაღაც მოდუნებული უკვე ბრძოლის დრო იყო. გაიცანი ეს მშობლები. ეს მშობლები გავიცანი კი, თითქოს უფრო მეტად გავაძლიერეთ ერთმანეთი და ვიხსენი რომ ეს მარტო მე ჩემთან არ იყო ეს ტრაგედია და სხვა მშობლები რომლებსაც შვილები შედარებით მძიმე მდგომარეობაში ყავდათ ისინი თუ იბრძოდნენ უკვე მეც პასუხისმგებლობა გამიჩნდა ამის რომ აღარ იყო აი ამ გლოვის დრო და უკვე უნდა გადავსულიყავი სხვა ფაზაში. მაგრამ ნუ დღე არ გადიოდა რომ ეს ფიქრი სულ შენთან არის აი რაღაც უჩრეთულ დონეზე შენთან არის უკვე ეს ფიქრები რომ აი რაღაცას გაგეცინება და რაღაც არაცნობიერი ხმა კარნახობს რომ ძიმე დიაგნოზი შენთან არის და არ წასულა არსად. რადიკალურად შეიცვალა ცხოვრება, ხო? ცხოვრება ძალიან შეიცვალა კი. ბევრჯერ ვამბობ რომ აი საერთოდ სხვადასხვა ცხოვრება იყო და თითქოს გავიწყდება აი დიუშენამდე ცხოვრება. აი რა იყო დიუშენამდე შენი ცხოვრება, როგორი იყო? ცხოვრება ისეთი იყო, საინტერესო, ღიარული, ემოციებით დატვირთული და შიში გაჩნდა. ძალიან დიდი დოზით გაჩნდა შიში და აი ამ შიშთან ერთად უკვე ცხოვრებას სწავლობ რომ ნუ სხვა გზა არც არის რეალურად ეხლა რაც უნდა იყვირო
რაც უნდა იტირო, ეს უჩნდება, ისე არის ისე როგორც არის, ამიტომ ნელა სწავლობენ ამ ემოციების მართვას. ვინ გეხმარებოდა ყველაზე მეტად ემოციურად? იცი, შენ თავზე უნდა იმუშავა, აქ ანდრია მეხმარებოდა ყველაზე მეტად. ანდრია გეხმარებოდა? მიუხედავად იმისა, რომ ამ ემოციების დათრგუნვას მაქსიმალურად ვცდილობდი, რაღაც არის, რაც შენ უნდა გადალახო მხოლოდ. მთავარი შიში რა იყო, რა ჩნდებოდა? ეს ასაკი? სიცოცხლის ხანგრძლივობი? შიში იყო ის, რომ დრო იწურებოდა შეშულთან ყოფნა. თითოეული წუთი და წამი გახდა შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. კი. და მე ხშირად ვამბობდი ხოლმე, რომ აი ეს დრო იქნებ სანატრელი გახდეს ცხოვრების რაღაც ეტაპზე და მინდოდა რომ მე მაქსიმალურად გამომეყენებიამ თითოეული წამი წუთი, რომ არ მენანა, რომ აი ეს პერიოდი წლები აღარ იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემები კარგად გამეთავისებია და ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნებოდა, რომ აი რატო გლოვობ? ხო, შენ რეალურად გლოვა დაიწყე წინასწარ. ჯერ ხო არ დადგა ის ცუდი მომენტი, მოდი შევირგოთ ეს ყველაფერი და აი რაღაცა ცოცხალ ბავშვს დასტირი. მანდ უკვე მივხვდი, რომ აღარ იყო ამის დრო და თითქოს ჩემი თავი უკვე ხელში უნდა მეიყვანა, იმიტომ რომ სხვანაირად უკვე ყოველი დღე უარესი იყო. ბავშვს ვაკლებდით მერე ყურადღებას და ესეც უკვე მივხვდი, რომ ჩემი ემოცია ბავშვსაც უკვე აზიანებდა, ამიტომ აი გადავწყვიტე ერთი დღე გადენდა, რომ აი მორჩა გლოვის დრო და გადავედით უკვე ბრძოლაზე, კი. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იყო დღეები ყოველთვის, რომ ვერ უმყავდებოდი აი ამ გადაწყვეტილებას და სადღაც მაინც ღალატობდი ამ გადაწყვეტილებას. მთავარი შიში იყო ის, რომ აი ვერ შევძლებ ამ ყველაფერს. აი ვერ ვიმეტებდი ანდრიას. და იმედი როდის მოვიდა? იმედი მოვიდა, როცა მშობლებთან კომუნიკაცია დავიწყე და ინფორმაციები უფრო კაფეოდ მივიღე, რომ არსებობს რაღაც საშუალებები, რომელიც ამ რეალობას ცვლის. და ნუ ყოველ დღე როცა ამ ინფორმაციას ვიგებდი, ის დღე იყო რაღაცა დღესასწაული. მე უკვე გავირკვია მედიკამენტებში, სად რა ხდებოდა, ფარმაცევტულ კომპანიებზე კონტაქტებოდი, მქონდა ონლაინ კომუნიკაცია და უკვე ხვდებოდი, რომ მართლა იყო რეალისტური ის, რომ აი ეს სცენარი, რომელიც ტანჯვის გზა იყო, შეიცვლებოდა თითქოს და აი ამის რეალობა დავინახე. კურნალობა დაიწყეთ, როცა უკვე დიაგნოზი გაიგეთ? არ დაგვიწყია, მაგრამ ვიცოდი, რომ ჰორმონი იყო ერთადერთი გზა, რომელიც აი ამ პროცესს რაღაც დოზით მაინც გააჩერებდა. მაგრამ რაღაც თვეების თავი შევიკავით, ვაკვირდებოდით, ინფორმაციებს უკრებდი და უკვე მივხვდი, რომ ეს იყო ის მედიკამენტი, რითიც ჯერ უნდა დაგვეწყე, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო. ნუ მანამდე გავიკეთეთ კვლევები, რომელიც საჭირო იყო და დაახლოებით 5 წლის ასაკში დავიწყეთ უკვე და ესეც ისეთი რთული იყო, რომ ეს მედიკამენტის მიღება სპეციალური, დიახ. რომელიც რას შვება? აი ამ ანთებით პროცესს აჩერებს რაღაც დოზით, მაგრამ ნუ ეს დაავადება მაინც პროგრესირებს და ეს არის სხვაში წვეთი, რომელიც ამ პროცესებში ცოტათი მაინც დროს მოგაგებინებს. მედიკამენტს რო იღებდა, რამე ეწყებოდა? უკუჩვენება რა ახასიათებს, რა თქმა უნდა, სისუსტე, შაქრისკენ მიდრეკილება, წონის მომატება, საკმაოდ რთულად სამართავი არის, როცა ჰორმონს გადაწყვეტ, მაგრამ აი ამ გადაწყვეტილებამდე მივედით, იმიტომ რომ სხვა გზა ფიზიკურად არ ჩანდა. და აი ამ გზაზე ჩემ თავს რო ვუყურებდი, რომ აი ეს მიჭირს, რომ ჰორმონი მივცე აბის სახით და ის სცენარი, რომელიც სამომავლოდ ხვდებოდი, რომ დიდი შანსი იყო, რომ სცენარის მონაწილეები ჩვენ ყოფილიყავით. აი ვგრძნობდი, რომ იმის ძალა უკვე აღარ მექნებოდა. რა გასწავლა ცხოვრებაში აი ამ დიაგნოზმა? ყველაზე მთავარი, რასაც შეიძლება ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ აქცევდი ყურადღებას. ყოველი დღე უნდა დააფასო ადამიანმა ეს მასწავლა, რომ აი შეიძლება ერთი დღე გათენდეს და აი ესეთი უწყინარი ვიზიტი შეიძლება გახდეს მე მთელი ცხოვრების თავზე ჩამოქცევის წინაპირობა.
ძალიან დიდი რისკის ქვეშ არის მშობელი, რომ შეიძლება ეს სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდე და ვეღარც ამოხვიდე აი ამ სიბნელიდან. თავიც დაიზიანო და შვილსაც ვერაფერი გაუკეთო. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ იმდენად ძნელია ამ რეალობაში ყოფნა, რომ აი ყველაფრისთვის მზად ხარ, რომ გაექცი ამ რეალობას. შენ საქმიანობაზე მომიყევი, საკმაოდ კეთილ საქმეს აკეთებ. კი, მე ქცევის თერაპევტი ვარ, აუტიზმის მიმართულებით მუშაობ. და ვეხმარები ბავშვებს, რომ უკეთესად შეძლონ თავიანთი უნარების გამოყენება, მშობლებს ვეხმარებით. ამ საქმეში იყავი დიაგნოზამდეც, ხო? და იცოდი როგორი იყო, თეორიულ დონეზე მაინც იცოდი და ემოციურადაც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცოდი, როგორი იყო, როდესაც მშობელი ამ ფაქტის წინაშე დგება შვილთან დაკავშირებული პრობლემა და მერე კიდე პლუს ბავშვთან მუშაობაც და აი ეს გამოცდილება მაინც არ დაგეხმარა? მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, რომ თითქოს მეტად გამოცდილება მქონდა ამ ნაწილში, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ როცა შენ გეხება კიდე უფრო ორმაგად რთული არის ამ ყველაფრის მიღება თან დიაგნოზსაც გააჩნია, როდესაც დიაგნოზი არის, რომელიც ბავშვის სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა ეჭვის ქვეშ არის და კითხვის ნიშნის ქვეშ არის. აი აქ რაღაცა უთანასწორო არის ეს ბრძოლა თითქოს. წეგან მეუბნებოდი, სანამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ ოღონდ ეს დიაგნოზი არ ქონოდაო. ანუ ამაზედაც ფიქრობდი, რომ ეს ყველაზე ვერაგი და ყველაზე სასტიკია. აი თითქოს ყველაზე შედარება პრინციპში. ბევრი დიაგნოზი არსებობს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამაზე რთულიც არის და მძიმეც, მაგრამ ძალიან არ აქვს გამოსავალი ამ დაავადებას თითქოს და უშანსოდ ტოვებს ბავშვს მედიკამენტის გარეშე, რომ ფატალურად დასრულება ეს არის ყველა ვარიანტში ესე ხდება და არ არის განსხვავება, რომ ეს ბავშვი იქნება ესეთია. ამას შეგუები თან როგორ არის, იცი, აი პირველი ეტაპი დიაგნოზი იღებ. და გინდა რომ ძალიან ყოჩაღად მიიღო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს მარტო დიაგნოზი არ არის, ეს არის ფაზები, რომელიც უფრო და უფრო რთული არის და ეს ტრამვა უფრო და უფრო გიტევს. რა ასაკი არის, როდესაც უკვე ეტლთან ხდება დამოკიდებული ბავშვი? ინდივიდუალურია, მაგრამ აი საშუალოდ მაინც 10 წლის ზემოთ უკვე რისკი არის, რომ ეტლს მიეჯაჭვება ბავშვი. და არც ისე შორს არის ეს წლები, იმდენად მალე გადის დრო, რომ აი უახლოვდები და უახლოვდები ამ ყველაფერს და აი დაბადების დღეს რომელიც აი ძალიან გვიხაროდა, რომ აი მაგას ყველა მშობელი ამბობს, კი. უკვე დაბადების დღის აღნიშვნა აღარ გიხარია. და რო ხედავ რომ ბავშვი ძალიან უხარია და ის შენ რომ გული გაქვს აი გაგლეჩვაზე, რომ აი რა მიხარია, რომ ყოველი მომატებული წელი მიახლოვება იმ ტრაგედიასთან, რაც ამ დაავადებას მოყვება. წეგან მითხარი, რომ მამაზე მინდა რა მოვთქვაო და ეს დიაგნოზი რომ გავიგეთ, მამაჩემს საკმაოდ ისეთი ჯანმრთელობის მძიმე პერიოდი ჰქონდა. და სანამ აი ჩემს თავზე და ემოციებზე ვფიქრობდი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ აი ჩემი მშობლები რო გაიგებენ, აი როგორ გადაიტანენ ამ ყველაფერს. და ეს მამაჩემის პერიოდი რაც იყო, რომ ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ, სულ ვფიქრობდი, რომ აი ოღონდ ეს არ გაიგოს და ყველაფერზე მზად ვიყავი, რომ ოღონდ ეს ინფორმაცია არ გაიგო მას. წელიწადზე მეტი შევცელი, რომ ეს ინფორმაცია დამემალა. დედისთვისაც და მამისთვისაც, ორივესთვის, ხო? კი. ეხლაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ვაპატიებდი ჩემ თავს, რომ აი ესეთი მძიმე ინფორმაცია ქონოდა და ისე წასულიყო ამ ქვეყნიდან, ამას ვერ ვაპატიებდი ჩემ თავს. როგორი ბაბუ იყო ანდრიასთვის? მიუხედავად იმისა, რომ რთულად იყო ანდრიასთან, კომუნიკაცია მაინც ისეთი ქონდა, სულ განსხვავებული? კი. სულ თამაშობდნენ. და რომ მივდიოდით ხოლმე ჩემებთან, სულ რაღაც წლების აპარატი და ეს წამლები ყოველთვის ახლოს იყრედო ხოლმე და დაიწყებდნენ პროცედურას, რომ აი ბაბუ წნევა გამიზომე. და ანდრიაც ექიმის დაიჭერდა ამ ყველაფერს და უხაროდა, რომ ექიმი მოვიდა ჩემთან.
რეალურად ჩვენთვის ორმაგი დარტყმა იყო ის, რომ ანდრიას დიაგნოზი ცალკე ეს მდგომარეობა. რაღაცა ისე ვიყავით ორ ფრონტზე ვიბრძოდით თითქოს. აი ამ დიაგნოზის დროს თუ აქვს რაიმე კითხვები ისეთი გამორჩეული ანდრიას, რომელზეც პასუხი გიჭირს ხოლმე? კი ყოფილა რაღაც ეპიზოდები, სადაც აი ვთქვამს, რომ აი რატო ვერ ავდივარ ამ კიბეზე. და ერთი ეპიზოდი იყო, როცა ძალიან დაგვამძიმა, რომ აი მკუთზე ეკიდებდა ხელს და აი ამის ბრალია, რომ მე ვერ დავდივარ კარგად და აი ერთხელ იყო ეს ეპიზოდი და აი მაგანაც ძალიან შეგვაშინა, რომ აი გვეგონა, რომ უკვე მოდიოდა ის ყველაზე რთული ფაზა, რის გვეშინოდა. ანდრიას ნელ-ნელა რაღაც ინფორმაციებს ვაძლევ, იმიტომ რომ აი ესე დარტყმა მე არ მინდა რომ ძალიან ძიმე იყოს მისთვის, ამიტომ აი ბავშვურად თითქოს ვცდილობ რომ ვუთხრა ის რომ ზოგი ბავშვი ძლიერია, ზოგი თქვათ რაღაც არ შეუძლია, რომ აი ეს მიმღებლობა უფრო მეტად გაიზარდოს და არ ქონდეს ჩამოყალიბებული სტანდარტი და ამ სტანდარტის დარღვევა მისთვის არ იყოს რაღაცა ძალიან ტრაგიკული. მაგრამ აქვს განსი, იმდენ აი თვითონ ტიპი არის ისეთი, რომ სუპირველობა უნდა. აი სირბილია, სკუტერის კატაობა. ეს პირველობა რა თქმა უნდა ბევრ შემთხვევაში ვერ მიიღწევა და ამის გამო ძალიან განიცდის და სუმეუნება რომ რატო ვერ გაპასწარი, მაგრამ აი ეს მაგალითებით ვცდილობ რომ მკითხვები არ დავუტყოვო და ისე ავუხსნა რომ მისთვის ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი იყოს. ამ პროცესებში ძალიან აქტიურად არის ჩართული, მაგრამ ვერ იაზრებს რომ რა ხდება. რა იყო ის, რამაც ყველაზე მეტად გაგაბრაზათ და ქუჩაში გამოგიყვანათ? ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ აი დროის გაყვანის მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან აქტიურად გამოიყენება, ეს ჩვენთვის ძალიან უკან გადადგმული ყოველ დღეს არის მნიშვნელობა თქო. და აი რო წარმოვიდგინოთ, რომ აი ყოველ დღე მისი კუნთის უჯრედები ნადგურდება და სახელმწიფო დროის გაყვანის მექანიზმს ამუშავებს. აი აქ მშობელია არის დაინახეთ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო დღეს არ მიგვიმართავ სახელმწიფოსთვის. თითქმის 2 წელია რომ ვიბრძვით, რომ დავანახოთ აი ეს საჭიროება და ეს სიმძაფრე, ეს დაავადება არ გაძლევს საშუალებას, რომ მოიცადო, დაელოდო და აი მოდი 1 წელში გავაკეთოთ. ეს 1 წელი არის ჩათვალეთ, აი 2 წელი სიცოცხლის აკლდებათ ამ ბავშვებს, იმიტომ რომ ეს კუნთები ნადგურდება და გამოჩნდა ეს მსოფლიოში გამოჩნდა ესეთი წამალი, რომელიც რას შვება? ეს მედიკამენტები არის მიმართული იმაზე, რომ სიარულის დრო განხანგრძლივდეს, ეტლის საჭიროება გადავადდეს და ეს არის ის დიაგნოზი, რაც მსოფლიო მედიცინამ შეცვალა და ძალიან დიდი შანსი არის იმის, რომ ამ დაავადების მართვა აღარ იყოს ისეთი ტრაგიკული, როგორიც წარმოგვიდგენია. უკვე რომ მივხვდით, რომ დრო გადის და ჩემი შვილი უკვე უკან მიდის და ბევრ მშობელს ხელიდან ეცლება, როგორ შეიძლება რომ შეგუო და არ გააკეთო, აი ბოლოს უკვე ისე ვიყავით მშობლები, რომ აი თან დიაგნოზს ებრძვი, თან სახელმწიფოს ებრძვი, თან ადამიანებსაც ებრძვი, რომლებიც აშავებენ ამ პროცესებს და რაღაცა თითოეული კომენტარი იმდენად მძიმე იყო ჩვენთვის. როცა ამას აქვს ამ დროს მნიშვნელობა? აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამ დროს ხარ ძალიან უსუსურ პოზიციაში და გინდა რომ აი ყველა ხელი გამოგიწოდოს და დახმარება შემოგთავაზოს და ამ დროს ხედავ რაღაცა საშინელ კომენტარებს, რომ აი მაინც არ ეშველებათ, რა აზრი აქვს ამდენი თანხის გამოყოფას მაინც არ ეშველებათ და შენ რომ იმ ერთი მეც სადაც სამოიკითხავ, რომ აი წამლები იქმნება და ეს 1000 წლეულებმა ისე გაიარა, რომ მედიკამენტი არ იყო და გაჩნდა ახლა ეს მედიკამენტი და გინდა არ გინდა. ვინც იყო ეტლში იმ ბავშვისთვის ეს მედიკამენტი რა შვება? იმ ბავშვისთვისაც სასარგებლოა, იმიტომ რომ იმ მდგომარეობაში შეუნარჩუნებს, რომ მდგომარეობაშიც არის, იმიტომ რომ ეს დაავადება პროგრესულია, ეტლს არ არის საკმარისი ამ დაავადებისთვის ეტლში ჩნობა, იმიტომ რომ საბოლოოდ უკვე სასიკვდილოდ იწირებიან ეს ბავშვები და აი ძალიან დიდ ტანჯვას გადიან და როცა იცი რომ ამის არიდების რაღაც გზა არსებობს, რა თქმა უნდა, ყველაფერს იყენებ ამისთვის, იმიტომ რომ სხვა ამ დიაგნოზთან ტკივილები აქვს? საბედნიეროდ ტკივილები არ აქვს.
მაგრამ ნუ ის ეტაპი, როცა უკვე ჟანგბად დამოკიდებულები ხდებიან ეს ბავშვები, სტომა ჭირდებათ. რა თქმა უნდა, მარტო საზოგადოებისგან ვიხსენით ჩვენ მხარდაჭერა რეალურად, იმიტომ რომ სახელმწიფომ გაგვწირა ჩვენ რომ ეს ელოდით ასეთ მხარდაჭერას ხალხისგან? არ ველოდით, არა და ის მაგას ვამბობ, რომ აი ამ მხარდაჭერამ ყველა მშობელში ახალი იმედი დაბადა და მოგცა პასუხისმგებლობაც, რომ აი ამდენ ხალხს ჯერა, რომ ჩვენი შვილები გადარჩებიან და უკვე ჩვენც უნდა დავიჯეროთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. თითოეული ადამიანი, რომელიც აი გულწრფელ მხარდაჭერას გვიცხადებდა, ეს იყო ჩვენთვის აი რა ვიცი, სიცოცხლის კიდევ ერთი გზა. და აი მიუხედავად რომ სტუდენტები ესე ჩაერთნენ და ეს მილიონები შეაგროვეს უმოკლეს დროში. მართლა ალბათ იყო ადამიანები, რომლებიც ერთ ლარსაც კი რიცხავდნენ აქტიურად. აი თანხაც ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო ის, რომ აი ეს ადამიანები, ვინც რიცხავდნენ, ეს ხო თითოეული გადმორიცხული თანხა მხარდაჭერა იყო ეს ჩვენთვის საკმაოდ ისეთი არც ველოდით სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ რაღაც გვეგონა რაღაცა ისეთი მინიმალური თანხა და იმდენად გაერთიანდა საზოგადოება და ეს გაერთიანება ჩვენს ირგვლივ ხდებოდა და ჩვენი შვილებისთვის ხდებოდა. ეს მხარდაჭერა არის ძალიან დიდი გზა ჩვენთვის და ის იმედი, რომელიც გვაქვს კიდევ უფრო მეტად გაგვიძლიერდა. მადლობა მხოლოდ ძალიან პატარა ნაბიჯი არის ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო მშობლების გადარჩენაც და ბავშვების გადარჩენაც, იმიტომ რომ ეს ემოციები, აი ეს ძალა ვიგრძენით და ეს ჩვენში არის. ამ მხარდაჭერამ მე პირადად რაღაცა ცხოვრების სხვა ეტაპზე გადამიყვანა, მადლიერების უფრო მეტი ძალა მომცა და მეტად ძლიერად გავყევი ამ პროცესებს და ბრძოლის შინი გაგიმძაფრდა. ბრძოლის შინიც გამიმძაფრდა და ვიგრძენით, რომ მარტო არ ვართ და ერთად შევძლებთ იმას, რის საშუალებაც იქნება აი ამ დაავადებასთან ბრძოლის ეტაპზე. კი და ესეც დავამტკიცეთ, რომ ერთობას ალტერნატივა მართლა არ აქვს და ამ ერთობით მიღწეული იქნა ისიც, რომ თქვენ შეხვდით უკვე მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ბევრჯერ უარყოფის მიუხედავად 45 დღის მერე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგცეთ შანსი კი არა და შემოვიდეს ეს წამალი, ხო? 45 დღე იდექი ქუჩაში. და როდესაც შედიოდი უკვე ამ შეხვედრაზე, მაშინ გქონდა იმედი, რომ რაღაცა შეიძლება და შეცვლილიყო? იცით რა არის რეალურად საზოგადოების აი ამ მასიურმა მხარდაჭერამ ვფიქრობ, რომ დაგვაახლოვა და ფაქტობრივად ეს იყო მიზეზი ალბათ, რომ ეს გადაწყვეტილებები ესე წამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო წელიწად ნახევარი ამას ჩვენი იარაღებით ვცდილობდით და ვერ გამოვიდა ეს. ამიტომ აი პირდაპირ კავშირში როგორ შეიძლება ლოგიკურადაც ვერ დააკავშიროს ყველაფერი ერთმანეთს, იმიტომ რომ აი გაძლიერდა თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა, წნეხიც გაიზარდა, ცხოვრების გაიზარდა კი და რო შევდიოდით ჩვენ მოლოდინი გქონდა, მაგრამ აი მანდაც არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ მაინც გვეგონა რომ იქნებ ეს იყოს, იქნებ ის იყოს და აი ზართული იყო აი ამის მოსმენა, იმიტომ რომ აი რო ვისხედით იქ აი გული ძალიან ამიჩქარდა, იმიტომ რომ აი თითქოს ეს იყო განაჩენი და აი ამ განაჩენზე იყო დამოკიდებული ჩემი შვილის კარგად ყოფნა. ვერ ვიჯერებდი რომ ეს მესმოდა, რომ აი შესაძლებლობა ქონდა ჩემს შვილს, რომ ცხოვრების უკეთესი ხარისხი მიიღო მედიკამენტებით. და მე წლებთან ერთად კიდევ შეიძლება უფრო მეტი ის შესაძლებლობა გაჩნდეს. ყველას გვაქვს ამის იმედი, რომ მუშაობენ ამ დაავადებასთან მიმართებაში და რაღაცა ნაპოვნია ეს მექანიზმი, რამაც შეიძლება ეს შეცვალოს და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ აი კიდევ კარგი რომ ეხლა გავიგეთ ეს დიაგნოზი, როცა ეს მედიცინა საკმაოდ წინ მიდის, იმით ცოტა დიდი ბიჭი რო იქნება ანდრია და შეიძლება ჩართოს ეს ინტერვიუ და ნახოს. და მე ძალიან დიდი მეც ვიტოვებ, რომ ყველაფერი ბევრად უფრო კარგად იქნება მსოფლიოშიც მედიცინის თვალსაზრისით ამ დიაგნოზთან და შანსი რომ მეტად ექნება იმის, რომ სრულფასოვანი ცხოვრება გააგრძელოს და დიდი ხანი. რას ეტყოდი მომავალში ანდრიას? ვეტყოდი ალბათ იმას, რომ მის გადარჩენისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც მე ასევე მთელმა საზოგადოებამ.
და დარწმუნებული ვარ, რომ იამაყებს იმით, რომ ჩვენ შევძელით ამ დიაგნოზით მთელი საზოგადოების გაერთიანება და ერთ მუშტად დაუპირისპირდით აი ამ დიაგნოზს. აი ამ 45 დღის მანძილზე ყველაზე რთული რა იყო? ეს 45 დღე იყო რაღაცა ისეთი ცხოვრების რეჟიმი, რომელმაც აი რაღაცა ძალა წაგვართვა, ემოციებიც წაგვართვა, შიში უფრო მეტად გაორმაგა, იმიტომ რომ თითქოს უკვე ფარხმასაც ვყიდით, სანამ აი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა არ ვიგრძენით, რომ აი ამას ვერ შევძლებთ და უგრძნობდით, რომ აი ეს ვერ შეიძლება პირდაპირ კავშირში იყო შვილის, რა ვიცი, როგორ ვთქვა, გაწირვასთან და დანებებასთან და თან არ გინდა ეს, მაგრამ თან ხვდები, რომ რაღაცა უკვე აღარ გაქვს ამის ძალა და ენერგია. აი ეს 45 დღე რატო წამართვეს? შემეძლო რომ ჩემ შვილთან მეტი დრო გამეტარებია, მეტი კარგი ემოციები გქონოდა და ამას გრძნობდი, რომ იქ აქციაზე რო ვიყავდა, ხამის ვათევდი, სუნდოდა რომ აი ანდრიასთან ვიყო ახლა. და ეს რაღაცა წაგვართვეს ეს 45 დღე, 2 წელი და 45 დღე შეგვიძლია ესე ვთქვათ. როცა შეიძლებოდა რომ ახლა უკვე იმე ისეთ ეტაპზე ვიყავით, რომ ანდრიას მედიკამენტები ქონოდა და უფრო უკეთესადაც იქნებოდა. რეალურად როდიდან იქნება ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი და რეალურად დაახლოებით ვადაით ვენახევარი 2 თვე მოვისმინეთ. ზაფხულში უკვე უნდა ზაფხულის დასასრულს უკვე უნდა იყოს. კი, სავარაუდოდ, ეს ფარმაცევტულ კომპანიებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ აი ეს არის ყველაზე მაქსიმუმი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მედიკამენტის მიღმაც არის სხვა მედიკამენტები, რომლებსაც ვაკვირდებით და რაც კი გამოჩნდება იმაზე უფრო მეტი შედეგის მომტანი, ვიდრე ეს მედიკამენტები, ამაზეც გვექნება აქცენტი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სულ ვითარდება მედიცინა წინ მიდის და რა თქმა უნდა და ეგ არის ყველაზე დიდი შანსი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმისთვის, რომ შეძელი არ არის ადვილი, ამ ემოციების კონტროლი და მინდა რომ ხოლმე ბედნიერების წრებლები გქონდეს. გამოიგონონ ისეთი წამალი ძალიან მალე, რომ არც სიცოცხლეს და არც მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ გქონდეს. მინდა რომ ბედნიერი იყო შენს შვილთან ერთად და ძალიან ძალიან დიდი ხანი. დიდი მადლობა თქვენ, რომ ხარც გვიჭერთ. და იღებთ აი ამ ყველაფერში მონაწილეობას. თქვენ ძალიან ნერვიულეთ და თქვენ სოლებზეც ბევრიცრემლი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, რომ თქვენ ჩვენთან ხართ და ჩვენი შვილებიც, თქვენი შვილები გახდნენ აი ამ პროცესში. ნამდვილად.